გამარჯობა, დღეს 6 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1961 წლის 6 მაისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და ჰუმანიტარული აქტივისტი ჯორჯ კლუნი. მას მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის 2 ოსკარი, 5 ოქროს გლობუსი და 1 ბაფთა. 1983 წლის 6 მაისს დაიბადა ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი დანი ალვეში. ის ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად. მან კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა ბარსელონაში, სადაც მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის 6-ჯერ ესპანეთის ლა ლიგა, 3-ჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა და 4-ჯერ უეფას სუპერთასი. დანი ალვეში იუვენტუსთან ერთად გახდა იტალიის ჩემპიონი და პესეჟესთან ერთად 2-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი. 1953 წლის 6 მაისს დაიბადა ბრიტანელი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. 1856 წლის 6 მაისს დაიბადა ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი. 2002 წლის 6 მაისს დაიბადა ლონდონის ჩელსის ინგლისელი ფეხბურთელი კოულ პალმერი. ის არის პირველი მოთამაშე, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. 1986 წლის 6 მაისს დაიბადა კონგოელი წარმოშობის ფრანგი მომღერალი, რეპერი და სიმღერების ავტორი გიმსი. ბოლო პერიოდში ის ქართველებისთვის უფრო პოპულარული გახდა მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის, ქართულ მოტივებზე შესრულებული ფრანგული სიმღერის განდაგანას შემდეგ. 1994 წლის 6 მაისს დაიბადა ხორვატი ფეხბურთელი მატეო კოვაჩიჩი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის მილანის ინტერი, მადრიდის რეალი და ლონდონის ჩელსი. 2023 წლიდან ის მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია. 1985 წლის 6 მაისს დაიბადა ამერიკელი კალათბურთელი კრის პოლი. ის ითვლება NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად. მიუხედავად მისი გამორჩეული კარიერისა, მან ჯერჯერობით ვერ შეძლო NBA-ის ჩემპიონობა. 1987 წლის 6 მაისს დაიბადა ბელგიელი ფეხბურთელი დრის მერტენსი. მისი კარიერის საუკეთესო წლები უკავშირდება ნაპოლის, სადაც გაატარა 9 წელი. 1907 წლის 6 მაისს დაიბადა ქართველი მათემატიკოსი, მექანიკოსი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ილია ვეკუა. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.